ოდით ნაკლები, ორი შეხვედრით ნაკლებია გამართული, მან დაამარცხა საბა კუჭაშვილი მეოთხედფინალში და ნახევარფინალში ოზურგეთელი საბა სირაძემ და მამადაშვილმა მოიპოვა საქულქოს მედლები. შავშანაკ ჩემპიონი იყო ანრი ფუტკარაძე, რომელიც შემდეგ ევროპის ჩემპიონიც გახდა 20 ლამდელებში და მსოფლიო ჩემპიონიც და დიდების ჩემპიონატში წელს უკვე ბრინჯაოს ფინალი მოიპოვა. შეიძლება ისავე ამ ზონის ლიდერი ალბათ თუ კიდევ აპირებს 23 ლამდელებში გამოსვლას. მიმდინარეობს უკვე შეხვედრა 30 წამზე უფრო მეტი გავიდა 40 წამიც კი ჯერჯერობით არ არის შეფასება. საჯიკი გოგელაშვილს მოუწოდებს აქტიურობისკენ. საჯი გახლავთ ელენე ტაბლიაშვილი, რომელზეც გუშინაც საუბრობს. ბოლო ფინალისტი ყავთ, ქუთაისელებს ყავთ კიდევ ზიბეწუნაში თემურ სიმსივე. ქვემოთ იქნება გოგელაშვილი. 1-0 დაწინაურდა ლომაძე აქტიურობის ხარჯზე და გოგელაშვილი ჩავიდა ჩოგჯენში. წავიდა შეტევაზე, ხელებით შეუკრა. პირველი მცდელობა წამოწევისა, ეს მეორე თუ უკვე მესამეც არის. ჯორჯერობით თავს იცავს გოგელაშვილი, მაგრამ ლომაძე მაინც გადაატრიალა 2-0 3-0. კიდე გრძელდება, მაგრამ უკვე საჯმა არაცალა, თუმცა მართლაც იყვნენ ზონის კიდესთან მისულები და დიდი ალბათობით გარეთ გავიდოდნენ ისედაც. 3-0 ასეთი ანგარიშით დაწინაურდა ლუკა ლომაძე აჭარელი სპორტსმენი. შეგახსენებთ, რომ მალევე იქნება ამ ასაკში ევროპის ჩემპიონატი 9 მარტიდან 15 მარტამდე ქალაქ ზვენიანში, სერბეთში და ოქტომბერში იქნება მსოფლიო ჩემპიონატი ლას-ვეგასში. ჩვენ კი თუ ვაცდები მომდევნო საჭიდა ტურნირი გვაქვს 17 წლამდელების საქართველოს ჩემპიონატი მარტის დასაწყისში. პირველი 6 მარტი მცხეთაში ჯერჯერობით ასე არის თარიღიც და ადგილმდებარეობაც დადგენილი. თუ რაიმე შეიცვალა, ნახოთ, მაგრამ იმედია რომ არაფერი არ შეიცვლება. და პლუს გვექნება კიდევ 15 და 20 ლამდელების საქართველოს ჩემპიონატები. 25 წამი არის პირველი. ვარცხები 15 წლამდელებს ზუსტად 17 წლამდელებს ზუსტად 15 წლამდელებისა მოსდევს აპრილში. აპრილი არა, მაისის 15-დან, მარტის 15-დან. კი ბატონო და ბოლოს იქნება 20 ლამდელები, იმიტომ 20 ლამდელების საერთო შეჯიბებები გვიანავი შედარებით. დამთავრდა პირველი პერიოდი, დამთავრდა ლუკა ლომაძის გამარჯვებით და აი ეს ჩოგჯენიდან დატრიალება ახლა ნახოთ ჩვენ შეგვიძლია. ამ შეხვედრის დამთავრების გამო გამარჯვებული სპორტსმენი კატეგორიის 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 ჩემპიონის კატეგორიის გრიგორი ტიკაძეს ნაბამი ლუკას სამაშოვსკი გიორგი შეკრების ლუკა უკაშაშვილის დამთავრდა შესვენება და თუმცა აქ ექიმი უწევს გოგელაშვილს ჯერჯერობით რაღაც დახმარებას, აი კაცში წხედავთ ამ ყველაფერს. ბრუნდება გოგელაშვილიც და იწყება მეორე პერიოდი. პირველი პერიოდის შემდეგ დაბლოზე წხედავთ, რომ ანგარიში გახლავთ 3-0 ლუკა ლომაძის სასარგებლოდ.
დგომში ლეიბის ცენტრში არის, თუმცა საკმაოდ დაძაბული ჭიდაობა არის, ვერ ვიტყვით რომ მოსაწყენია და არ უტევენ. და ამ შემთხვევაში უკვე საჯები პასიურად მიიჩნევენ ლუკა ლომაძე, შესაბამისად ერთი ქულა მიიღო გოგელაშვილმა და ლომაძე დგება ჩოგჯერში. არის შანსი გოგელაშვილისთვის. ძალიან კარგი შანსი იქნება წინ. ასწია გოგელაშვილმა, მაგრამ ვერ გადააგდო. კიდე მეორედაც ასწია, მეორე მცდელობა. აი ახლა უკეთესი პოზიცია აქვს. გადააგდო რომელია 4 ქულიანზე? 4 ქულიანი. არა. 2 ქულიანი. თუ 3-3 და მნიშვნელობა არ აქვს, მაინც წინ გავიდა, მაგრამ შეიძლება თუმცა ახლა ქულებით წინ გასვლა მაინც ჯობოდა, მით უმეტეს 2 ქულაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ რეალობა ასეთი არის. 3-3 და ქულის უპირატესობა გოგელაშვილს. გაუჭირდა ისე საერთოდ ეს გადაგდებაც და აი არა აქ ჩავარდა უბრალოდ ლომაძე. ისევ ძალიან აქტიური მიძალება ერთმანეთზე. ამ შემთხვევაში ლომაძეს აქვს უფრო მეტად მოსამატებელი და უფრო გასაწყისი. წუთი და 5 წამი შეხვედრის დასრულებამდე კვლავაც 3-3 გახლავთ ანგარიში და ქულის უპირატესობა აქვს გოგელაშვილს. მეორე პერიოდი აი ასეთ განსაკუთრებით იმ ჩოგჯენის ეპიზოდის შემდეგ ასეთ დაპირისპირებაში მიდის. დგომში ძალიან გოგელაშვილი ჩვენივე იცავს თავს. ძალიან ძაფრი შეტევები, რომელსაც ორივე მხარე კარგად იგერიებს. 3-3 და გოგელაშვილი ქულის უპირატესობას ფლობს 15 წამი, 13 წამი დარჩა უკვე დასრულებამდე. დაიწყო ბოლო 10 წამიანი მონაკვეთის ათვლაკ, ახლა თავზე გადახტომაც სადა ლომაძე. საქართველოს ჩემპიონი გახდა გიორგი გოგელაშვილი ქუთაისი. ჩვენ კი ახლა აქ ვნახავთ დაჯილდოების ცერემონიალს 67 კილოგრამში. სადაც ჩემპიონი გახდა გარდამნელი გიორგი ჭიკაიძე და გარდამნული ფინალი იყო ვერცხლის შესაბამისად ლუკა უსტარაშვილმა მიიღო გარდამნელმა ბრინჯაოს მედალიც ასევე გარდამნელ ლუკა ღუჭაშვილს ეკუთვნის და მეორე ბრინჯაო მოიპოვა თბილისელმა გიორგი შენგელიამ. აჭარა მამი დაასრულა 2 ოქრო, 2 ვერცხლის, 3 ბრინჯაო.